ბაგაბაღების ყოფილი დირექტორები სამსახურებში აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით სამუშაო ადგილები პოლიტიკური ნიშნით 2007 წელს დატოვეს და ვაკანტურ პოზიციებზე მათ ნაცვლად ნაციონალური მოძრაობის წევრები დანიშნეს. ყოფილი დირექტორები ხელისუფლებას სამართლიანობის აღდგენისა და პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების უფლებების დაცვის კომისიის შექმნისკენ მოუწოდებენ. ჩვენი სამსახურიდან განთავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით. და აღდგეთ იმ ადგილზე, საიდანაც ჩვენ გამოგვაგდეს ასეთი არაადამიანური ღირსებებით გამოგვაგდეს. ჩვენ ყველას დამსახურება გვაქვს, ჩემო კარგო, ჩვენ ყველას საქმე გვაქვს გაკეთებული. ჩვენ სპეციალისტები ვართ ამ დარგის და ყველაფერი გვესმის. კონკურსი ტარდება ხშირ შემთხვევაში კი არა, თითქმის ყველა ორგანიზაციაში იმისათვის, რომ ძველი თანამშრომლები განთავისუფლდეს. ეს არის დასაბუთებული წლების განმავლობაში გამომუშავებული უკვე ხელმძღვანელობა, რომ მოდის ახალი, მას აღარ სურს ძველი თანამშრომლები, იმიტომ რომ ისინი არიან სპეციალისტები და არავითარ შემთხვევაში და მათთვის უცხო ასევე, არავითარ შემთხვევაში არ უნდათ მათთან მუშაობა. ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატებს მიმართავს და ბაღების საქმესთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას და გამოხატვას მოითხოვს, რომლითაც შემდგომში უკვე შესაძლებელი გახდება მომავალი ადმინისტრაციის რაციონალური გადაწყვეტილების მიღება ბაღების საქმესთან დაკავშირებით დირექტორების გათავისუფლების გათვალისწინებით და მათი ინტერესების დაცვით.